ლიანა ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალი ღამის სერენადები 2026 გრძელდება. ფესტივალი წელს ლეგენდარული ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება. ფესტივალი გუშინ ბორჯომში გაიხსნა, დღეს კი ბათუმის დრამატულ თეატრში გაგრძელდება. საღამოს იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეციუ ხელმძღვანელებს. საიუბილეო ფესტივალი 7 კონცერტს აერთიანებს და მასში მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მონაწილეობენ. პროგრამით მარია ბუენოს-აირესიდან გადადვირთვა. პირველად შედგება პრემიერა იქნება საქართველოში. ეს არის პროექტი, რომელმაც ანშლაგით მოიარა მთელი მსოფლიო და წელს სპეციალურად ბათუმურის მსმენელისთვის იქნება პრემიერა. ფესტივალი გრძელდება. ბედნიერები ვართ იმითიც, რომ ხედავთ, რომ ეს ახალგაზრდა თაობას არამც თუ ახსოვს, აღრთვანებით ხდება მის სახელს. მართლაც ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ჩვენს ქალაქში სწორედ ეს ფესტივალი. ეს ფესტივალი იყო ერთ-ერთი პირველი ალბათ ჩვენს ქალაქში, სადაც მნიშვნელოვანი და ღირსეული ფესტივალების სიაში პირველი რო ჩაეწერა. დღევანდელ საღამოს კონცერტზე სამ ნაწარმოებს შევასრულებთ. პირველი იქნება ჩაიკოვსკის სერენადა სიმებიანი ორკესტრისთვის. შემდეგ მეორე ნაწილში ჩვენი სოლისტი იქნება იუექტი და შევასრულებთ მენდელსონის სავიოლინო კონცერტის მი მინორში და ბოლოს კამერულ ორკესტრთან.